განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტთა შესარჩევი კონკურსის მიმდინარეობას გაესწრო. კონკურსის შედეგად ინტერნეტ ტექნოლოგიების ის სპეციალისტები შეირჩევიან, რომლებიც 2011 წლის საატესტატო გამოცდების ჩაბარებას ტექნიკურად უზრუნველყოფენ. 2011 წლის 10 იანვრიდან 2011 წლის 1 თებერვლამდე საქართველოს მასშტაბით 1500-მდე მსურველი დარეგისტრირდა. შერჩეული კანდიდატები ჯერ ტესტირებას, შემდეგ კი გასაუბრებას გაევლიან. გამარჯვებული სპეციალისტები კი სკოლებში გადანაწილდებიან და საატესტატო გამოცდების კომპიუტერის მეშვეობით ჩატარებას უზრუნველყოფენ. საჯარო სკოლებში ჩვენ დავიწყეთ უნიკალური პროექტი, რომლის ფარგლებში დასაქმდება დაახლოებით 500 ადამიანი, 500 ახალგაზრდა, შეიქმნება 500 სამუშაო ადგილი. დაახლოებით 1500 ადამიანიდან კონკურსის წესით შეირჩევა ეს 500 ადამიანი, რომლებიც იმუშავენ საჯარო სკოლებში, მოაწესრიგებენ IT Excel-ს სკოლებში, მოამზადებენ სკოლებს საატესტატო გამოცდებისთვის და ამის შემდეგ მთელი წლის განმავლობაში მთლიანად მოაწესრიგებენ კომპიუტერულ პრობლემებს, რომელიც არსებობს სკოლებში. ვფიქრობ, ტესტირება მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი შემდგომი კომპიუტერული განათლების მისაღებად. ტესტები ასე თუ ისე იყო ადვილი, მაგრამ იყო პროფესიული ტესტები. ვფიქრობ, რომ დავძლევ ამ ტესტებს და ველოდოთ გადავარ შემდეგ ეტაპზე.